შენდობას ვიტყო მეუბნეო დროზე დროა რომ ხელისუფლება პასუხი აქვს ყველა ფერზე. ეს შეძახილი გაჟღერდა სიონის ტაძარში, სადაც კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. საპროტესტო სიტყვების ავტორი ირაკლი ხომასურიცი. მე მინდა გითხრათ, რომ აი რამ გამოიწვია ეს. მე ხშირად მეძახდი ჯერ ღარიბაშვილს თავის კაბინეტში, ეკიდან ქუჩიდან, ირაკლი კობახიძეს, წულუკიანს პარლამენტში. და იქ რომ მეძახდი ყველას რა, რომ მინდა ირაკლი შოთაძეს ახლა პროკურატურაში ვიმყოფებით. ამის გულისთვის აქ აი ზუსტად რომ ვითხოვდი ამ აგენტურის და ამ კოჰაბიტაციის დამთავრება და ვინც ეკლესიის ქვეყნის მტრები იყვნენ და მათ ვამხელდი და ვეუბნებოდი და პასუხი არ მქონდა ამაზე, ამის გულისთვის ბევრიდან მიჭერდნენ, მასამართლებდნენ, მაგრამ სასამართლო ხშირად მამართლებდა. აი აქ აი დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი აი პირდაპირ გეუბნებით ვცემე და ვაგინე და არ დამიჭირეს. იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი მიიღო შოთაძემ და მე არ მიმიღო ჩემს საკითხს, სადაც ვითხოვდი რომ ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი რატო არ არიან პასუხისგებაში მიცემული ამ იარაღის უკანონო გამოყენებისთვის. და რომ ჩემი საქმე გვერდზე მქონდა გადადებული და ბოლოს უკვე მე ხელისუფლებას ვთხოვდი რომ რატო თარეშობენ ესე პატრიარქის მტრები, ფაქტიურად მკვლელები მოწამვლით იმითი და იმითი, რატო არ ახდენთ რეაგირებას. ამაზე მე გადავიფარსე პარლამენტში და უთხარი, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება. კანონია საჭირო, რომ ამათ აუგზავნოთ ესეთი ცილისწამება, სადაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესეა და ვერავინ ვერ გაბედავს ესე ცილისწამებას, ესეთი საყვარელი, ერისთვის საყვარელი ადამიანის მიმართ რა. მე მგონი ამაში დამეთანხმებით. ნუ რაც იყო. დღეს ახლა მე მინდა თქვენი მხარდაჭერა, რომ ეს პროცესები წარმართოთ სასამართლოში, სადაც მე ხელისუფლებას ვადანაშაულებ იმაში, რომ მათ არაფერი არ გააკეთეს, როცა ეს ბოროტი ძალა, რომელზეც თვითონაც ლაპარაკობენ დღეს და უცხოეთიდან იმართებიან და კერძოდ მათი პატრონი არის ვატიკანიდან იმართებიან ესენი და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ ქვეყნის მტრები გამოააშკარავოთ, რომლებიც დღეს სამწუხაროდ ხელისუფლებაშიც არიან ჩაბუდები. მე რაც ზუსტად ვიცი და იმას მათ დავასახელებ. სოზარ სუბარი მაგალითად, რომელზეც ბევრჯერ მქონდა. ყველანაირად ვეცადე, აი შრულის კანონის მიხედვითაც ვამხელდი, რამოდენიმეჯერ პირადად უცხარი. და შემდეგ უკვე საჯაროდ დავიწყე მისი ხილება.